გამარჯობა, მე ნატა მახულაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. არის თუ არა ევროპული ღირებულებათა აღრევა, მმართველი გუნდის წევრები მეორე დღეა ოფიციალური ბრიუსელისგან განმარტებებს ელოდებიან ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციასთან დაკავშირებით. ევრობიუროკრატები ლობისტური მიზნებით ხელისუფლების დისკრედიტირებისთვის აღარაფერს ერიდებიან, რასა იუკნევიჩიანეს ინიციატივით შედგენილი რეზოლუციის მიღებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. პარალელურად კი რეზოლუციის ძირითადი საკითხების სანქციების დაწესება, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაკავებულების გათავისუფლება გამარჯვებად შეფასდა ოპოზიციაში. ის რაც გამარჯვება ოპოზიციისთვის დიპლომატიის და სამართლიანობის უხეში უგულვებელყოფაა საზოგადოება ქართულის წევრებისთვის. ბოლო რეზოლუციაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ნათლად აჩვენა ეგრეთ წოდებული ევრობიუროკრატია ევროპის სხეულზე დიპ სტეიტის პარაზიტულ კორპორაციად იქცა, რომელიც სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ფეხქვეშ თელავს, მიაჩნიათ საზოგადოება ქართულის წევრებს. რას გულისხმობს ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკა და სტრატეგიული მიდგომები საქართველოსთან მიმართებაში. რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საზოგადოება ქართულის წევრი ზურა მანჯავიძე შეაჯამებენ დღის პოლიტიკურ თემებს დღის ქრონიკაში. მას ასე მივესალმებით ჩვენს ბიროს სტუმარს ირაკლი ქადაგიშვილი გვერდობა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. უცნაურია გნებავთ პოლიტიკურად გაუმართლებელი მაგალითად განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობდე მასთან დიალოგზე, ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგზე. აი, რა პროცესების ასახვაა, რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ბრიუსელში კონცენტრირებული ელიტები შეცვლიან თავის დამოკიდებულებას, როგორ ფიქრობთ სამომავლოდ? მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. დიახ, აქ ჩვენ ხედავთ, რომ როგორც უყვართ ხოლმე საუბარი, წესებზე დამყარებული დღის წესრიგი აღარ არსებობს. ყველაფერი არის დაქვემდებარებული კონკრეტულ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე. და მხოლოდ ამ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ის რაც ხდება დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. და რაც გულისხმობ ამაში კონკრეტულად. ნახეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ხო არჩევნები. იმიტომ რომ არჩევნების შედეგად ყალიბდება ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს რა იყო ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური წრეების განცხადება, ხო, დაველოდებით ეუთო ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით და იმის და მიხედვით გავაგრძელებთ მერე ჩვენ ურთიერთობას. ეს დასკვნა დადო ეუთო ოდირმა შუალედურიც და არჩევნების შემდგომ საბოლოო დასკვნაც. და ამ დასკვნით ცალსახად აღიარებული იქნა არჩევნები როგორც კონკურენტუნარიანი და ამ არჩევნების შედეგად კანონიერად არჩეული ხელისუფლება. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ბრიუსელის ნომენკლატურისა და გარკვეული პოლიტიკური წრეების ინტერესებში ის არჩევანი, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ინსტიტუტის საერთოდ სადღაც გადამალეს, რომ იტყვიან თვალის დანახვა, თვალის დასანახადაც აღარ უნდათ და გამოაცხადეს, რომ არჩევნები აი ამ გარკვეულმა წრეებმა არჩევნები არის გაყალბებული. რატომ, როგორ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ამბობენ ჩვენი ტრიბუნა მაღალია, ჩვენ უფრო დიდნი ვართ, ამიტომ ჩვენ რასაც ვიტყვით, ეს ესე იქნება. აქ ახლა გავრიმათი სატელიტები რომ ამას თავიდან ბოლომდე მხარს აუბავენ, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. სად არის აქ ფასეულობა? აქ ფასეულობა გაქრა. ამის შემდეგ გამოცხადდა, რახან არჩევნებში ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს და ეს საარჩევნო პროცესიც თუ ვინმემ დააზიანა ისევ დასავლურმა ბიუროკრატიამ, როდესაც პირდაპირ უცხო ქვეყნის მინისტრები ჩამოდიოდნენ და რუსთაველზე მიტინგს აწყობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ეს უკვე გავლილი ეტაპი არის, რო იტყვია. შემდეგი სცენარი იყო რევოლუციის მოწყობა. ჩვენ ეს მოწოდებებიც კარგად გვახსოვს და მათივე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალჯერ ავანსცენაზე წინ გამოსვლა. ეს სცენარიც ჩავარდა რევოლუციის მოწყობის და რევოლუციის მოწყობის ჩათრეული, მე ამას ესე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები, რომელსაც კანონმა შესაბამისი, რაც ვთქვათ, მოქმედებით პასუხი გასცა, ეხლა ისინი გახდნენ პატიმრები თურმე. მე მესმის, რომ ძალიან არავის არ მოსწონს, როცა ახალგაზრდა ადამიანი ციხეში მიდის,
მაგრამ პირველ რიგში ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობა სწორედ იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც ისინი დაატრენინგა და რევოლუციური სცენარისათვის ქუჩაში აგრესიულად გამოუშვა. ეს რო კარგად დაიმახსოვრონ. ამის შემდეგ უკვე ფაქტობრივ ტყუილებზე გადადიან და საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირის აი ამ დღევანდელ პოლიტიკურ გარკვეულ ელიტას სულ არ აინტერესებს რეალურად საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების რეალური დღესწესრიგი. მათ ეს დღესწესრიგი სჭირდებათ საქართველოზე ზეგავლენისათვის და არა პარტნიორთან, რო იტყვიან ჯანსაღი მუშაობისათვის. რაღაც ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, აი ამდენი, რო იტყვიან ფაქტობრივი უზუსტობების, ტყუილების ფონზე, რომ როგორც ნატოზე ლაპარაკი შეწყვიტეს. საერთოდ ნატოს აღარ ახსენებენ, ხო? იმიტომ რომ ესეთი მოცემულობა დაუდგათ. შეიძლება ვწდებოდნენ ნეტავი, მაგრამ შტაბ-ბიჭდილება უკვე იქეთკენ მიდის, რომ ეს ევროკავშირიც და მათში საქართველოს გაწევრიანების თემაც უკვე სპეკულაციის საგდათაც აღარ გამოსდით და შეიძლება რაღაც მომენტში ეს საკითხი უბრალოდ თვითონ არ უნდა თქვან, რომ ჩვენ გამოვხსნით ამას და რამენაირად ეს საათის ისრები, რომ საქართველოსკენ შემოატრიალონ. იმიტომ სხვა მხრივ წარმოუდგენელია, როგორ უნდა აცხობდე ესეთ, რო იტყვიან, პირდაპირ თქვა, ტყუილზე დამყარებულ რეზოლუციებს. წარმოუდგენელია, ხო? იმიტომ რომ გონიერი, ასე ვთქვათ, ელემენტარული გონივრული აზრი ამას ვერ აღიქვავს რეალობაში, როგორ შეიძლება ფაქტობრივ ტყუილებზე დამყარებული შეიძლება ერთი შეცდომა გაგეპაროს სადღაც, მაგრამ ყველა პუნქტი რომ ფაქტობრივ ტყუილზე გაქვს დამყარებული და პირდაპირ შანტაჟზე გაქვს აწყობილი მთელი ურთიერთობა, როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მათი მხრიდან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნეტავი კი ვწდებოდე, მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვაჩვენებს. მათთვის ეს გზა არის საქართველოს შანტაჟის და ზეწოლის გზა. და არა მართლა დაახლოების გზა, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ და გვინდა რომ ეს გზა იყოს დაახლოების და არა შანტაჟის გზა. ნახეთ, თქვენც ახლა საუბრობდით, რომ ეს არის შანტაჟის გზა. რამდენიც ვიცი, დანიელო დე ლა ვალემ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ოქტომბრიდან დღემდე ევროპარლამენტს მე-6 აქვს მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და არც ერთი სხვა ევროპის მნიშვნელოვან საკითხზე არ უმსჯელიათ. მე გულისხმობ იტალიელი პარლამენტარს ამ შემთხვევაში. ხომ არ ხდება არჩევნებამდე მაგალითად ამ ფორმით აი რევოლუციის წახალისება ევროპარლამენტარების მხრიდან? ანუ შეიძლება თუ არა რეზოლუცია განვიხილოთ ამ კონტექსტში? რა თქმა უნდა, ხა თუ ჩვენ უფრო კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სეგმენტებს გავყვებით, ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აქ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას ემსახურება. პირდაპირ რადიკალიზაციისკენ არის ეს რეზოლუცია მოწოდებული. ფაქტობრივად ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოში არჩევნებს. ანუ ჩატარებული არჩევნებიც არ მოსწონს შედეგები, თორე არჩევნების პროცესთან კონკრეტული შენიშვნას ვერ ამბობენ. ელემენტარულად აი რო თქვან, ლოგიკურად აღწერეთ, როგორ შეიძლება გაყალბებულიყო არჩევნები. ვერ აღწერენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია იმის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენთან არის, ის ტექნოლოგია ელექტრონული, რომელიც ჩვენთან ტარდება, რომ ეს რამენაირად მოახერხო. ანის მედია პლურალიზმი, რომელიც საქართველოშია, განსხვავებით ევროპის ბევრი ქვეყნისაგან, ესეც დღეს უკვე რეალობაა. ამიტომ ამის ახსნა არ შეიძლება. ამიტომ ესეთი ლოზუნგები აქვს მოფიქრებული, რუსული სპეცოპერაცია და აი ამ სრულ სიგიჟეში გვამყოფებენ და მივიდენ იქამდე, რომ ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან თვითონ ეგენიც და რა თქმა უნდა აქ მათი სატელიტების დიდი უმრავლესობა. აი ეს არის ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი, როდესაც ევროპა ჯერ გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყო, ეხლა საერთოდ არჩევნების წინააღმდეგი გამოდის, უკვე სადამდე არის ვითარება დასული. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი თვითონ ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული არის არა მარტო ჩვენ შორის დაახლოების გზაზე, ამაზე უკვე, რა ვიცი, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ მათი დამოკიდებულება გამომდინარე, არამედ თვით ევროპისათვის, იმიტომ ეს შიდა ეროზიას იწვევს. და ამ შიდა ეროზიას საზოგადოება არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, თვითონ ევროპული საზოგადოებებიც ხედავენ. თუ
თუ რა შიდა ეროზია მიმდინარეობს ევროკავშირის ელიტებში. არჩევნები ახსენეთ და აი არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მაგალითად მურმან დუმბაძის პოლიტიკური ფანტაზია ლოტროტრონამდე მივიდა. აი დუმბაძემდე იყო ბურჭულაძე მობილურით არჩევნების ჩატარებას ითხოვდა და სექტემბერში გეგმავდა ამ ყველაფერს. ამავე დროს პარალელურად გვესმის საალომე ზურაბიშვილის მოწოდებები, პარალელურად ნაციონალური მოძრაობა ლელოს წარმომადგენლებს თანაგუნდელების მოსყიდვაში ადანაშაულებს. მოკლედ, რა პოლიტიკური სურათი იკვეთება ოქტომბრისთვის? როგორ ფიქრობთ, რა დაკვეთა არის გარე პატრონებისგან? იცით რა არის, რომ ის დაკვეთები, რაც ასრულეს ამ ოპოზიციამ გარე პატრონებისგან, მივიღეთ აი ეს სარეველა, რა სარეველაც გაიზარდა ამ ოპოზიციურ ველზე. სხვა თუ რამე დაემართა ოპოზიციას, დაემართა მათი უთავობით და მათი ესე ბრმა, ასე ვთქვათ, მინდობით თუ ბრმა მსახურებით უცხოელ რჩევლებზე. აი ეს შედეგი არის, ეს სარეველა არის. აქ ეხლა ლოტოტრონიც არის, ტელეფონიც არის და ბოლოს ალბათ არიოლ რეშკაზემდაც მიიყვანენ საქმეს. ეს არის სრული დაპირისპირება, სრული ქაოსი. ეს არის ის, რაც აი ამ რეზოლუციებმა და ესეთმა დამოკიდებულებამ შექმნა საქართველოში ოპოზიციურ ველზე. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვინ რა აბსურდულ ახალ პლატფორმას თუ პოზიციას დააფიქსირებს, ამას უკვე აღარ აქვს საქართველოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა მუშაობს, ფუნქციონირებს გამართულად. ხალხს სჭირდება თავისი თვითმმართველობა. თქვენ წარმოგიდგენიათ, თვითმმართველობა არის ის, რასაც ადამიანები პირველი, რო იტყვიან, ხელისუფლების კუთხით ხედავენ და ურთიერთობაში შედიან. პირველი საჭიროებები, სოფელია, ქალაქია, დედაქალაქია, თუ სხვა დიდი ქალაქებია, საქართველოში სწორედ თვითმმართველობები არეგულირებენ. ეს ის ორგანოებია, რომელსაც თვითონ ხალხი ირჩევს თავის სოფლის წარმომადგენელს საკრებულოში, თავის მერს მუნიციპალიტეტში და ესენი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ გჭირდება, არ გვინდა. ყავს აგერ ახლა ერთი ვერსია, ეგეც არის, რომ ქალბატონმა რასამ თავის ესე თქვენით და თქვენს, რომ არის აგერ საქართველოს პრეზიდენტი ყავს სალომე ზურაბიშვილი და ის მოგხედავთ ყველაფერს. მერიც ეგ იქნება, მთავრობაც ეგ იქნება, პოზიციაც და ოპოზიციაც და აი ესეთ აბსურდამდე არის დასული. ხშირ შემთხვევაში აი სასაცილო ვითარებაა უბრალოდ მთელი ტრაგიზმი ამისა იმასია, რომ ამას ლაპარაკობს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ბატონი რატომ ხალხო აი ეს კითხვა ისმის, რატომ მივიდა ეს მდგომარეობა ევროკავშირმა, რატო ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში და მათი კვლევებიც ხო ადასტურებს, რომ ქართულ ხალხს უნდა ევროპა და ნდობა ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ არის კატასტროფულად შემცირებული. ისევე როგორც თვითონ ევროპულ მოსახლეობაში. ახლა მაშინ ნახონ როგორი არის აქტივობა ევროკავშირის მოსახლეობისა ევროპარლამენტის არჩევნების დროს. გასაგებია. და დაინახავენ თუ რამდენად ნდობით სარგებლობენ ისინი თვითონ თავიანთ მოქალაქეებში. დღეს საზოგადოება ქართულის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება და ითხოვენ, რომ აი საჭირო და დროულია სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანაო, რათა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსიული მოქმედებების შესაბამის იურიდიულ და მორალურ შეფასებებს დაექვემდებაროს. თქვენ ხედავთ ამის აუცილებლობას? მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ზოგადად ქართული კანონმდებლობა იყო სუპერლიბერალური. მოდი ესე ვთქვათ. ესეთი სუპერლიბერალური კანონმდებლობა იშვიათად რომელ ქვეყანაში ყოფილიყო. ეს სუპერლიბერალური კანონმდებლობა გამოყენებული იქნა არა იმისათვის, რომ მართლა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ხელშეწყობა მოხდარიყო. გამოყენებული იქნა სწორედ ათასგვარი რევოლუციებისა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მანიპულაციებისათვის. ამიტომ სახელმწიფოს უწევს საზოგადოების დაცვა და ჩვენ ნელ-ნელა ჩვენ კანონმდებლობას აი რეალურად ვაახლოვებთ ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობას. მედია რეგულაციის მიმართულებაშიც ზუსტად BBC-ის სტანდარტი გადმოვიტანეთ, გამჭვირვალობის კუთხით ზუსტად ამერიკული სტანდარტი გადმოვიტანეთ, იგივე ცილისწამების კუთხით სწორედ ევროპული კანონმდებლობა გადმოვიტანეთ. ასე რომ
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც არის ევროპაში. სწორედ იმიტომ, რომ თუ ევროკავშირი როდესმე ისევ დაუბრუნდება ჩვენ ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობდა. ეხლა კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, საზოგადოება ქართულის წევრი ზურა მანჯავიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგეთ, დღეს საკმაოდ ხისტი განცხადებები გაკეთდა თქვენი მხრიდან გულისხმობ იმ გავრცელებულ წერილს, რომელიც გავრცელდა საზოგადოება ქართულის სახელით, ეგრეთ წოდებული ევრობიუროკრატია ევროპის სხეულზე Deep State-ის პარაზიტულ კორპორაციად იქცა, რომელიც სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ფეხქვეშ თელავს, ნათქვამია წერილში. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიციონირება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. Რაღა თქმა უნდა, მივეჩვიეთ უკვე და გავკაჟდით კიდეც ერთგვარი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ ამ მსგავსი განცხადებების სადმი, რომელსაც აცხობენ და აცხობენ ეს ევროპარლამენტარები და არ ეზარებათ მეტი პრობლემა ვითომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ერთი პატარა საქართველო აქვს ყელში გაჩხერილი, როგორ გაბედეს და როგორ ეკამათებიან ამაზე და ამ ბატონყმობის ამ იმიდან კლიშედან როგორ გაბედეს ქართველებმა გამოსვლა და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ რომ მაქსიმალურად მეტი ზიანი მოგვაყენონ და მთავრობის პოზიცია უნდა იყოს ისეთი როგორიც არის და შეიძლება ითქვას რომ მე პირადად უფრო კაცრ ზომებს ვემხრობი, მაგრამ იმიტომაც არ ვარ აქტიურ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მათ უწევთ იმ ემოციებთან გამკლავება, რომლის მიშვებაც, ასე ვთქვათ, არ შეიძლება თავის ნებაზე და მესმის აბსოლუტურად ესეც, მაგრამ აი იმდენად აბსურდამდე მივიდა უკვე ეს კოლონიალური მიდრეკილებები ჩვენი ევროპელი დაუძინებელი მეგობრების, რომ ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, აი ამაზე რძენი განცხადებები შეიძლება ერთი მეორეზე უფრო და უფრო საშინელი განცხადებები მოდიოდეს, ანუ ფაქტიურად ჩვენ ადამიანები ვართ აქ, ჩვენი ისტორია გვაქვს, ჩვენი კულტურა გვაქვს, ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს. ამის შესახებ არაფერი ანგარიშგასაწევი ეს რა თქმა უნდა არ არის და თავის ქვეყნებში მშვენივრად აქვს ეს კანონმდებლობა აწყობილი, იღებენ შესანიშნავ კანონებს გარეშე მტრებთან და გარეშე რაღაც ფაქტორებთან საბრძოლველად და ჩვენ ამის უფლება არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ იქ ვიღაცა ოლიმპოზე ვიღაცა ბიძიებმა და დეიდებმა გადაწყვიტეს რომ ქალბატონმა რასამ თავისი რასიზმი კიდევ ერთხელ გამოავლინა და თქვა რომ არა თქვენ როგორ ჩვენ გიბრძანებთ ისე უნდა მოიქცეთ თუ არა და აი ესე გადაგიკეტავთ სავიზო რეჟიმს და მოკლედ არ ვიცი ყველანაირად ცდილობენ და სამწუხაროდ ვერ იცნეს და ვერ გაიგეს კარგად ქართველი ადამიანის ბუნება და მათ გონიათ რომ აი ეს თავისი უბორკილოთ დატყვევებული მონები რომ ყავთ აქაური ასოების ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით და იმ გაყიდული ტელევიზიების და გაყიდული პარტიების სახით გონიათ რომ მთელი ქვეყანა არის ასეთი და არ არის ასეთი მთელი ქვეყანა არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და როგორიც თავმოყვარე ხალხი უნდა იყოს და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ყველა ძალმომრეობას ეს ფსიქოლოგიური იქნება, იმეებით იქნება, რა ქვია, სანქციებით იქნება თუ 1000 უბედურებით. ბატონ ზურა, აი წინას ვეღარ დაგვაჩოქებეთ, დამთავრდა ეგ დრო. დიახ, აი წინა სტუმარი საუბრობდა იმაზე, რომ ზოგადად მსგავსი სახის გადაწყვეტილებები იწვევს ევრონიჰილიზმს. როგორ ფიქრობთ, ევროპას არ ადარდებს ევრონიჰილიზმის ასეთი ფორმით გავრცელება? მინდა გითხრათ, რომ მარტო ეგ კი არა, საერთოდ არაფერი არ ადარდებთ. მთელი საქართველო არადარდებთ და არადარდებთ ისინიც კი თავისი ყურმოჭრილი მონების ბედიც კი არადარდებთ. როგორც კი რაღაცა შეიძლება სიტუაცია, პირველები მათ გაყიდიან და პირველები მათ გადააგდებენ. რატომ არ მოსწონთ აი ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი? მაშინ მოდით ასე გკითხავთ.
არ მოწონთ, იმიტომ რომ მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ანუ რასაც გვიბრძანებენ, იმას არ ვაკეთებთ. ანუ წინააღმდეგობა გაუწიეთ აი ამ LGBT რაღაცა ბადაღებულ თემებზე, აი ამ აგენტების კანონებთან დაკავშირებით, ფარასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერში წინააღმდეგობაში მოდიან. ანუ ერთადერთი მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძიების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ჩვენ ცალფეხზე ესე არ ვხტუნაობთ და არ უკიცინებთ ყუთს და აი ამაზე არიან გაწოფებულები და თან ყველაზე მაგარია რომ აი ესეთი მონური ფსიქოლოგიის ადამიანები აქეთ გვეძახიან ცოტა ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს აქეთ გვეძახიან მონებს რაც ძალიან სასაცილოა და ზოგადად ადამიანი თუ გინდა ჭკუიდან გადაიყვანო ის უნდა დაბრალო რის წინააღმდეგაც იბრძვისო მაგრამ უკვე ამის წინააღმდეგაც გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ასე რომ ტყუილა იხარჯებიან დარწმუნებული იყვნენ იქაც აი დიდ ბიძიებს მიმართავ რომელს ვერ ეგუებიან ჩვენს პატრონტაჟიდან თავიანთი პატრონტაჟიდან გამოსვლას ვერ ეგუებიან და აქაურ ყურმოჭლინ მონებსაც მიმართავ რომ იქნება აეხილოთ თვალი და როგორმე ეროვნული საფუძვლები უფრო ძლიერი გახდეს მათში ვიდრე ის ფულები, გროშები, პრინციპში რაღა გროშები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული თავისთავად სადია. სამშობლო კი ბატონო და რამ შეიძლება დაასრულოს ზუსტად ეს არ უნდათ ამის გაგება. დიახ, აი რამ შეიძლება დაასრულოს ეს პროცესი? ეს პროცესი უნდა დაასრულოს ჩვენმა გაუტეხაობამ, რომ ნახონ რომ მათ აი ამ თელ ასე ვთქვათ მთელი ბერკეტებით გამოყენებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. პრინციპში უკვე იციან ეგ და შეეტყო კიდეც უბრალოდ როგორ არიან ისე ბრძოლის შემდეგ დამარცხებული სპორტსმენები რომ უშტებს იქნევენ და იქაჩებიან. აი დაახლოებით ესე მდგომარეობაში არიან, უნდა სრულიად ამოწურონ ეს თავიანთი რესურსები, რაც არის გაწერილი, გამოგზავნილი და რაღაცა დიდ ბიძიებთან აქვთ აუცილებლად ეს ანგარიშვალდებულებები და ძალიან მინავლებისკენ არის ისედაც ეს არ გვაძლევს ჩვენ რა თქმა უნდა მოდუნების უფლებას და საშუალებას, მაგრამ ნელ-ნელა იწურება და ეტყობა კიდევაც ქუჩას რა რაოდენობით გამოდიან, რა კატეგორიით გამოდიან და ნელ-ნელა ჩვენი გაუტეხაობა გაატეხთ მათ წელში აუცილებლად და მიხვდებიან რომ ჩვენთან ბრძოლას ამ მიმართულებით აზრი არ აქვს და ჩვენთან ტრობას მეგობრობას ჯობს. ერთი კითხვა მინდა კიდე დაგისვათ, ცოტა დრო გრჩება. აი კონკრეტული მოწოდებებიც იყო თქვენს წერილში. აი სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანას ითხოვთ. როგორ ფიქრობთ, იქნება მხარდაჭერა? უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აუცილებელია. აი ამ კანონმდებლობის შერბილებამ, აი ჩვენმა წინა სტუმარმაც ისაუბრა, რომ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების, ესე თქვა უნდა გათავხედება. ანუ მიხვდნენ რომ არ მოეკითხებათ არაფერზე, გინდა სამშობლოს უღალატე, გინდა არეულობის მოწყობისთვის ფული აიღე და დახარჯე, გინდა პოლიციელს ესროლე, გინდა თქვა ჩაარტყი, გინდა ხელი გაულაწუნე. იფიქრეს რომ ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი არაფრის გამო ამ საქციელების გამო მათ პასუხი არ მოეთხოვება და გამოიწვია ზუსტადად ამ დაუსჯელობის სინდრომმა ყველაფერი ის რაც გაბედეს. საბედნიეროდ ეხლა უკვე იმ დონეზე მივიდა, ანუ სიტუაცია, რომ აუცილებელი გახდა იგივე სახელმწიფო ღალატის წინააღმდეგ კანონი, ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ კანონი, ეს გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვისაუბრეთ ბევრი, რა თქმა უნდა, ყველანაირი ფაზა უნდა იყოს საკანონმდებლო, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, პატრიოტმა ადამიანებმა, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოსგანაც იგრძნოს დაცვა, რომ შენ, როდესაც შენ ქვეყნის ინტერესებს დაიცავ, არ დარჩები გავეშებული ბრბოს პირისპირ ყოველგვარი რაღაცა საკანონმდებლო ბაზისა თუ რაღაცა იმის უფლების გარეშე, რომ შენ რაღაც საკადრისი პასუხი გასცე. ასე რომ აუცილებლად გასაკეთებელია და მისაღებია მსგავსი კანონები. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კი ამით უკვე გემშვიდობებით შაბათამდე.